ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აღინიშნა. ღონისძიებაზე ფრანგულენოვანი კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები, სტუდენტები და პედაგოგები დააჯილდოვეს. მასწავლებლებს საფრანგეთში მოკლევადიანი სტაჟირების, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია გადაეცათ. შეხვედრა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით შედგა. ღონისძიებას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თანამედროვეობის გამოწვევების საპასუხოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების სისტემაში სწორიანობრივი პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობს რამოდენიმე ენასთან დაკავშირებით კომპეტენციების ამაღლებას. სწორედ აი ასეთმა დღეებმა, შეკრებებმა, საფრანგეთის საელჩოს დახმარებამ განაპირობა ის, რომ სკოლების არჩევანი ფრანგულისკენ გადაიხარა, მეხუთე კლასიდან იწყებენ უკვე ენის სწავლას, მათ აქვთ საშუალება ქონდეთ დამატებითი რესურსები და დღეს კონკურსში გამარჯვებული ბავშვების შედეგები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ბევრი ბავშვის ინტერესია და რაც მთავარია, მასწავლებლების და მოსწავლეების შედეგზე არიან ორიენტირებული. დღეს ჩვენი ცენტრი მასპინძლობს ფრანკოფონიის დღეს, მასპინძლობს ჩვენ მოსწავლეებს და პედაგოგებს, ფრანგული ენის პედაგოგებს, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად, კერძოდ საფრანგეთის ინსტიტუტთან ერთად ჩავატარეთ კონკურსი და არის დღევანდელი დღე უკვე დაგვირგვინება ამ კონკურსის. ვაჯილდოვებთ ჩვენ პედაგოგებს და მოსწავლეებს, ვინც გამოიჩინა ამ კონკურსში თავი. უბედნიერესი ადამიანი ვარ, უკვე მეორეჯერ მივიღე ამ კონკურსში მონაწილეობა, რაღაც ერთი ნაბიჯი დამაკდა. წელს არ ვეღოდი ნამდვილად და ძალიან ბედნიერი ვარ. უღმესი მადლობა ყველას, ვინც ორგანიზებას უკეთებს მსგავს კონკურსებს, იმიტომ რომ მომავალი პროფესიული ცოდნის ამაღლებისთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია უცხოენის მასწავლებლებისთვის მსგავსი ტიპის სტაჟირება. მიხარია, რომ საქართველოში არსებული ფრანკოფონიის საზოგადოება გვანებურებს კონკურსებით და რაც მოსწავლეებს და სტუდენტებს გვაძლევს იმის მოტივაციის საშუალებას, რომ უფრო მეტი მონდომებით ვისწავლოთ ფრანგული ენა, უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ ფრანგულ კულტურას. და მიხარია, რომ ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებული მე ვარ და მივიღე პარიზის ბილეთები საჩუქრად.